საინტერესო ტენდენციები იკვეთება გენდერული ურთიერთობების შესახებ კვლევაში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ და გაეროს მოსახლეობის ფონდმა შვედეთის მხარდაჭერით გამოაქვეყნეს. კვლევა აჩვენებს ჩვენი საზოგადოების აღქმებს ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მაგალითად ქალის როლი და ფუნქცია, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, თანასწორობა, ოჯახში როლების გადანაწილება და ასე შემდეგ. კვლევა 2013-19 წლებში ჩატარდა, ამიტომ შედარების საშუალებასაც გვაძლევს. შედეგებით ირკვევა, რომ წინა წლებთან შედარებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აღქმები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის მიმართ გაცილებით უფრო კომპლექსური და შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთსაპირისპიროა. ზოგადი ცნობიერება გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მცირდება, ხოლო თაობებს შორის სხვაობა იზრდება. საზოგადოების განწყობა აჩვენებს, რომ ქალის მიმართ ძალადობის, ოჯახში ურთიერთობების, ზრუნვის ტვირთის გადანაწილების კუთხით არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ შედარებით პოზიტიურია ცვლილებები ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მიმართულებით. მოდით დეტალურად მივყვეთ. მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, თუმცა კიდევ უფრო მეტი ადამიანი 62% ფიქრობს, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. 12 წლის წინ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას გამოკითხულთა ნახევარი უჭერდა მხარს, ქალების 56, ხოლო მამაკაცების 43%. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ფიქრობს, რომ ქალს და კაცს თანაბარი წარმატებით შეუძლიათ მართონ ბიზნესი. თუმცა გენდერული სხვაობა ამ საკითხში შეიმჩნევა, რადგან ამ მოსაზრებას 20%-ით მეტი ქალი ემხრობა. თუ კი გასულ წლებს შევადარებთ 2019 წლებთან შედარებით, ქალები ბიზნესში ლიდერობას მეტი თავდაჯერებულობით უყურებდნენ. 2019 წელს ქალების 46% ფიქრობდა, რომ კაცების მსგავსად შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ ბიზნესში, ხოლო 2024 წელს ეს მონაცემი 62%-მდე გაიზარდა. კაცების შემთხვევაში პირიქით 54%-დან 44%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, 2019 წელთან შედარებით უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან. 48-დან 58%-მდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რომ კაცები უკეთ მართავენ ქვეყანას. თუმცა მიუხედავად ამისა, გენდერული კვოტირების მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია. 2019 წელს კაცების 44% უჭერდა მხარს გენდერულ კვოტებს. 2024 წელს კი ეს მაჩვენებლის გაზრდილია 54%-მდე. თუ ჩვენ შევადარებთ 2013 წელს ამოსულ პასუხებს, 2019-ში ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს იმ შეხედულებებზე, რაც ქალებს და კაცებს აქვთ, მაგალითად, ქალთა ეკონომიკურ მონაწილეობაზე, ანუ რამდენად შეუძლია ქალს რომ იყოს ბიზნეს ლიდერი, ან ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, ანუ რამდენად კარგია, რამდენად პოზიტიურია, რომ საქართველოს პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი იყოს. ტენდენცია აჩვენებს, რომ ეს მონაცემი იზრდება, სულ უფრო მეტი ქალი და კაცი თვლის, რომ პოზიტიურია, რომ ქალები იყვნენ საქართველოს პოლიტიკაში. ასევე თითქმის თანაბრად ქალები და კაცები თვლიან, რომ ქალს შეუძლია იყოს ლიდერი, ქალს შეუძლია, თქვათ, წარმართოს ბიზნეს ორგანიზაცია. კვლევაში ასევე გამოვლინდა ერთი საინტერესო ტენდენციაც, ახალგაზრდა თაობა უფრო უჭერს მხარს ქალებს და კაცებს შორის თანასწორობას, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საკმაოდ დიდია ასაკობრივი სხვაობა აი ამ კატეგორიაში და იგრძნობა, რომ ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით 18-დან 29 წლამდე პროგრესულად მოაზროვნეა. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ზრუნვა და საოჯახო შრომა კვლავ გენდერული ნიშნით ნაწილდება, ხოლო ბავშვების მოვლა, საჭმლის კეთება, სახლის დალაგება უმეტესწილად ქალის მოვალეობად ითვლება. 10-დან 6 ქალი ამბობს, რომ ბავშვის მოვლა მათი მოვალეობაა, რასაც კაცების ნახევარი ადასტურებს. მეორე მხრივ, ქალების და კაცების დაახლოებით 40% ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვის საკითხები პარტნიორებს შორის განაწილებულია. სამწუხაროდ გაუარესებულია 2019 წელთან შედარებით კიდევ ერთი ინდიკატორი, კაცების უმრავლესობა 69% და ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი 47% ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭქვეშ არ უნდა აყენებდეს. 2019 წელს ამ მოსაზრებას უფრო ცოტა ქალი და კაცი ეთანხმებოდა. აუნაზღაურებული შრომა კვლავ ქალების მხრებზეა, შეიძლება ასე ითქვას. 2019 წელს ქალების საოჯახო საქმიანობაში ჩართულობის მაჩვენებელი შემცირებული იყო, მაგრამ 2024 წელს კვლავაც გაიზარდა. როგორც ხედავთ, კვლევაში ჩანს გარკვეული პოზიტიური დინამიკა რიგ მიმართულებებში, თუმცა ისეთი კრიტიკული საკითხები, რაც ქალის როლს უკავშირდება, კვლავაც მნიშვნელოვნად გამოწვევად რჩება. გენდერის კვლევრები ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი განწყობის, სიღრმისეულ და ფუნდამენტურ ცვლილებებს
მყარი და მტკიცე სახელმწიფო პოლიტიკა უნდა განსაზღვრავდეს. პოლიტიკა, რომელიც მიმართულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართ. თუმცა, ადამიანის უფლებების ექსპერტები ფიქრობენ, რომ საზოგადოების განწყობა ნეგატიურისკენ იცვლება, მათ შორის ქალის როლთან დაკავშირებით. ეს ყოველიმე იმის ბრალია, რომ ბოლო წლებში ორკესტრირებულად ხდებოდა მათ შორის სახელმწიფო აქტორების მხრიდან ქალების როლის დაკნინება, განსაკუთრებით დაუსჯელობის სინდრომის გაჩერა, რადგან სამიზნეები, ძალადობის და დამამცირებელი მოპყრობის სწორედ ქალები არიან და ეს კარგად გამოავლინა მათ შორის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული ქალების მიმართ გამოჩენილმა ძალადობამ და მათ შორის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. და გარდა ამისა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკამ არათუ ხელს უწყობს, არამედ განგებ ახალისებს იმას, და აზიანებს იმას, რის შენებასაც წლები დაჭირდა. ქართული ოცნების პარლამენტი აქრობს სიტყვა გენდერს 15 მოქმედი კანონიდან და გენდერი ქალის და კაცის თანასწორობით იცვლება. საპარლამენტო ცვლილებათა კასკადს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. აპრილის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა ოცნების პარლამენტი ადამიანის უფლებათა შემზღუდავ კანონებს აქტიურად იღებდა, ისინი წერდნენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული შემზღუდავი კანონები და რეგულაციები აძლიერებენ რისკებს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების, თანასწორობის და სამოქალაქო საზოგადოების მისამართით და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ როდესაც საუბრობთ ქალთა უფლებებზე და მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, სამართალდამცავ უწყებას აქვს განსაკუთრებული როლი, რომ უპასუხოს ამ გამოწვევებს და ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო მოვლენების დროს თავად სამართალდამცავი უწყება იქცა ძალადობის მთავარ განმახორციელებლად, რითაც ყოფით საკითხებთან მიმართებით, მათ შორის ოჯახში ძალადობაზე ცხადია საზოგადოებაში ნდობა მათ მიმართ შემცირდა. ის, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში მუშაობდით, რომ მათ სექსუალური შევიწროების ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ქონოდათ მგრძნობიარე მიდგომა, ჩვენ თავად ვნახეთ, რომ ისინი თავად ჩადიოდნენ სექსუალური შევიწროების შემთხვევებს. წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც ანტი-LGBTQI კანონი განიხილებოდა, ის საზოგადოებრივი დისკუსიები, რაც ქართულმა ოცნებამ მოაწყო, პირდაპირ ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. როგორც ხედავთ, ეს არის წარმომადგენლობითი კვლევა, საინტერესო ტენდენციებს გვაჩვენებს და რაც მთავარია, ფართო სურათში წლებთან ერთად შეგვიძლია შევადაროთ საზოგადოების განწყობები გენდერული ნიშნით.